მერაბ დვალიშვილის ჩხუბი შეიძლება გადაიდოს? სწორად მოგესმათ კი არა და არ მოგესმათ, სწორად გაიგეთ, ანუ არ მოგესმათ, სწორად მოგესმათ კი არა, სწორად გაიგეთ. UFC 311 ივენთი, რომელზეც მერაბ დვალიშვილი ქამარს დაიცავს, შეიძლება ან გადაიდოს, ლოკაცია შეიძლება გადაიდოს, დრო შეიძლება შეიცვალოს, ან ასე შემდეგ. ჯერ არ ვიცით და ამის მიზეზს მოვახსენებთ მოგვიანებით ვიდეოში. სამ გამბავდა მივალთ, მოდი გავხედოთ ივენთს და ვნახოთ რა ჩხუბები გველის მაგ დღეს თუ ჩატარდა რა თქმა უნდა. ალბათ თქვენც როგორც მე მაგ დღეს მარტო ერთი ჩხუბი გაინტერესებთ და ვაფშე არ გახსოვდა სხვა ჩხუბები. დვალიშვილი ჩხუბია მაგ დღეს თავარი, ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბი, ძალიან მნიშვნელოვანი ოპონენტი. მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ჩხუბი ასევე მაგ დღეს, მაგალითად main card-ზე გერევიხსის კევინ ჰოლანდი. მეორე ჩხუბი main card-ი არის ირი პროხასკა ჯამალვილი. ძალიან მნიშვნელოვანი ჩხუბი light heavyweight-ისთვის, ნომერი 2 და ნომერი 3, ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება. ორივე მებრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩხუბში გამარჯვება, ძალიან დიდი ინტრიგა ამოკლდა ამ ჩხუბში და ძალიან საინტერესოა თუ როგორ წარიმართება. შემდეგი ჩხუბი ბენილ დარიუში რაუნდო მოიკანო. აი მოიკანო, მაგრამ ევასება ძალიან მაგარი როჟაა, ძალიან მაგრა გადაობს. თან იმას მაგრა ვაფასებ, რომ თავის თავს აწვდის ინგლისურს და ცდილობს რომ გავითარდეს მაგ ხრივ და ეგ ძალიან დასაფასებელია. იმიტომ რომ ვიცით UFC-ში ზოგიერთი ჩხუბი, რომელიც წლებია UFC-ში არიან, მაგრამ ის სიტყვას ვერ ათქვევიდნენ ინგლისურად და არაფერი არ ესწრით, წარამარა ჯერ ვიღაცას უთხრა, მე ამას უთხრას, მე ამან უთხრას, ამას და მე ამან გადათარგმნოს და ძალიან მაწოლებელია ეს მაყურებლისთვის ყველაფერი. ამერიკას კიდე აქ თქვენ რომ თავისი სწავლობდა ინგლისურს და რა ვიცი თუ მოусვეთ მაგის არხს, კი ეთქობა რა თქმა უნდა ინგლისური არა მაგის თავი ენა, მაგრამ აი ძალიან ბევრი საინტერესო სიტყვას გამოიჭერა მოიკავს საუბარში, ანუ გაგიკვირდება რომ აპტიმმა თავის თავს ასწავლა ინგლისური და ასე შემდეგ. სხვა შორს ამ ჩხუბზე კიდე ერთი საინტერესო რაღაც არის, აი სურათები რომ ამოვანთოთ თუ ვინმეს არ გახსოვთ ეს ორი ადამიანი როგორ გამოიყურება. ბენილ დარიუში და რეალტო მოიკავს რაღაც ამოვანთებ აქ. აი დარიუსო შეხედო მაგალითად გიგონება რომ არის რაღაცა 45 წლის ლისტები ან უფრო მეტის და შეაბერდა ჩხუბს და რავი არის პატრონი არ ყავს ასე შეფსი. და მოიკავს რომ შეხედო თავისუფლად შეიძლება იფიქრო რავი 26-27 ლისტებია. და ამ დროს ეს ორივე მოჩხუბი არის ერთი ასაკის. ტოლები არიან, ორივე არის 35 წლის ვარდნები. რაც რავი, თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ზართული დასაჯერებელი იყო, ევროპულად წავიკითხე და შევხედე, რავი, მაგრამ გამიკვირდა. მოიკანო უფრო ახალგაზრდა მეგონა და დარიუში კიდე უფრო ბებერი მეგონა. შემდეგი ჩხუბი მოკლედ ქართველებისთვის რა თქმა უნდა main event-ი, მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგანდონოევი. აი ხა საიტი მაგ გახსნილი UFC-ში და პირველი რაღაცა რაც მეჯახება თვალებში, რომ ეს უმარ ნურმაგანდონოევი არის ფავორიტი. და საკმაო ფავორიტი, ანუ ძალიან დიდი ფავორიტი არა, მაგრამ აშკარა ფავორიტია მერაბთან. ერთი ან ამ უმარში რას ხედავენ ესეც, ან ამ დვალიშვილში რა ვერ დააფასეს და რას ვერ ხვდებიან, ანუ რანაირად არის ტიპი, აი ალბათ უმარზე ყველამ გახსოვს რომ ბოლოს მოუგო კორის ჰენთეგენს გადაწყვეტილებით. აი რამდენი დამისახელებთ ხა უმარ ნურმაგანდონოევის ბოლო ოპონენტს კორის ჰენთეგენის გარდა. ნებისმიერს, ვაფშე აი რამდენი დამისახელებთ. ამ დროს მერაბის წინა ოპონენტები, შონომალი, ჩემპიონი დაამარცხა დომინაციით. ჰენრი სეხუდო ათრია და შეარწმინა დაამარცხა დომინაციით ყოფილი ჩემპიონი ორი გზის ოლიმპიურ ჩემპიონთან. პიტერ რიანი ვაფშე არაფრად არ ჩააგდო, აი მენა ეგეც დაჩაგრა და დააჩმორა. ეგეც ყოფილი ჩემპიონი. შოზე ალდომ ხო მაგამდე კიდე რამ დამოვიწყდა ლეგენდა ასევე რომელიც დამარცხებული იყოს მერაბს. და აი ბუკმეიკერების აზრით რატომღაც მერაბ დვალიშვილი არის ანდერდოგი უმარ ნურმაგანდონოევთან. მე ხარ ვცდილობ რომ უმარზე რაღაც ძალიან დავამსჯო და ძალიან აგდებულად ვილაპარაკო, ძალიან რთული ოპონენტია. საერთოდ არ ვიცი რომ უმარი მარტივი ოპონენტია და რავი მერაბი აუცილებლად დომინაციით მოუგებს და ასე შემდეგ. შეიძლება მოუგოს დომინაციით, შეიძლება ძალიან რთულ ჩხუბში მოუგოს, შეიძლება საერთოდ რთულ ჩხუბში წააგოს. ვერავინ ვერ იტყვით ვერც ჩხუბებზე რომ უგვიჭველი ის მოიგებს, უგვიჭველი ის მოიგებს, იმიტომ რომ ჩხუბში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ აი მონაცემები რაც გვაქვს და ჩხუბები რაც გვაქვს ნაყურები, აი სისულელი, ანუ არალოგიკურია ძალიან რომ უმარი არის ფავორიტი მერაბთან. მაგრამ რავი დავველოდოთ, ჩემთვის უკეთესია და იმ ხალხისთვისაც ვისაც ჩემსავით გჯერათ რომ მერაბი დაამარცხებს, აი მე მაინტერესებს ხალხის რეაქცია, რომელიც ისახის რომ დომინაციით მოუგებს უმარი და რაღაცა ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს, მერაბი არის აბსოლუტურად სისულელი. თვითონ უმარმაც რო თქვა რომ ვერ ხედავ საერთოდ როგორ უნდა დავამარცხოსო. ნუ ხო უმარს ახლა ძალიან ვერ გავაკეთებ მაგის თქვის გამო ხო, არ მოჩხუბარია და უნდა თქვას რომ თავდაჯერებულია და ასე შემდეგ, მაგრამ თავდაჯერებაც არის და ოპონენტის დაფასებაც. მიუხედავად მაგის თვებისა რომ რაღაც ვერაფერს ვერ დამიპირისპირებს, ვერ ხედავ როგორ უნდა წავაგო და რაღაც ეგეთები, დაარწმუნებულა რომ ძალიან მაგრა ემზადება. ხაბიბი ამას უეჭველი სიქას გააძრობდა იმ კემპში, ამას და იმას მახაჩევს. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვითანხმები იმას, რომ ფავორიტი უნდა იყოს უმარი ამ ჩხუბში, ანუ ლოგიკურად ხვდები, რომ ძალიან საღებავ ოპონენტია და საერთოდ არის ის მომენტი, რომ აგდებულად უყურებ და რამე არა. ანუ ვიცი, რომ ძალიან რთული ოპონენტია, მაგრამ ყველა მიზეზის მიუხედავად არ ლოგიკურია, რომ ფავორიტი არის უმარ ნურმაგანდონოევი მერაბ დვალიშვილთან ჩხუბში. თავარი ჩხუბი კი ამ ქარდზე ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი. ალბათ ხა ყველამ თუ არა ბევრმა იცით რომ არმან ცარუკიანი არის საქართველოში დაბადებული მიუხედავად იმისა რომ სომხეთის სახელით გამოდის და სხვა შორის არც დიდი ხნის წინ არმან ცარუკიანმა არიელ ჰალვანისთან ინტერვიუში თქვა რომ
უფრო ხშირად ჩავდივარ და უფრო დიდ დროს ვატარებ საქართველოში ვიდრე სომხეთშიო. საქართველოს ცხოვრობსო ჩემი ოჯახი და ნათესავები მანდარია და უფრო ხშირ დროს ვატარებო საქართველოში ვიდრე სომხეთშიო, ეს თქვა უსწორად მახსოვს. ეს თავარი ჩხუბიც ძალიან საინტერესო იქნება. რემატჩია როგორც მოიხსენებათ, პირველად ჩხუბეს დებიუტზე, თუ არ ვთქვი, არ მას ქონდა დებიუტი, თუ არ ვთქვი, რომელს ქონდა დებიუტი, უბრალოდ არ მახსოვს. მაგრამ დიდი ხნის წინ ჩხუბეს, მოკლედ ერთმანეთში პირველად. ძალიან საინტერესო სახავი ჩხუბი იყო, ძალიან სანახავრები, ძალიან ტექნიკური და ძალიან კარგი საყურებელი, საკმაოდ რთული ბრძოლა შესთავაზა არმანმა მაგ ჩხუბში ისლამ მახაჩევს. და ნახოთ მაგ ჩხუბში ანუ ასე თუ ისე თანაბრად იყვნენ და ვინ როგორ განვითარდა. ეხლა ისლამ მახაჩევს ვიცით, რომ სასწაული განვითარება აქვს და pound for pound ნომერ 1-ია. და არმასაც ვხედავთ, რომ პროგრესი აქვს. უბრალოდ საინტერესო სახავია ერთმანეთთან შედარებით, რომელი უფრო გაზრდილია რა, რომელიმე ხوار გაასრო ძალიან, მაგალითად ისლამი ძალიან ხუწი ხوار წავიდა, ან არმანი ხوار წარმოეწია ისე, რომ ისლამი გააკვიროს რამით. ამიტომ ძალიან საინტერესო ჩხუბი იქნება ესეც. ნუ ეხლა თავარი მიზეზი რის გამოც ალბათ დააჭერეთ ვიდეოს, რადგან რავი წარწერაში მიხდებოდა თავიდან და ვიდეოს ასყისში ვთქვი, რატო შეიძლება ეს ჩხუბი გადაიდოს რა ხდება, ხო? ნუ ვიცარით, ეხლა კალიფორნიაში არის ძალიან დიდი ხანძრები, ცეცხლი იქით აქეთ ერთი ამბავი. და ბოლოს წავიკითხე ვნახე, რომ ეს ხანძარი არის, აი მხოლოდ 20 მილით დაშორებული იმ ადგილისგან, სადაც ის იმედი უნდა ჩატარდეს. საკმაოდ შესაძლებელია, რომ ეს ხანძარი თუ უფრო განვითარდა და ვერ ჩაახშეს, ან რამე მსგავსი მოხდა, რომ არა გამორიცხოს საერთოდ რომ გადაიდოს ეს ჩხუბი. ან დეითი შეიცვალოს, ან რავი ლოკაციის შეცვლას ვერ მგონი ხა მოასწრონ იმ დღეს ვერ ჩატარდეს ისე. ამიტომ წარმატებები ვუსურვოთ პირველ რიგში ამერიკელ მეხანძრეებს და იმედია, რავი მარტივად ჩაახშობენ და რავი ძალიან დიდ მასშტაბებს არ მიიღებს ეს ყველაფერი. არა იმიტომ რომ რაღაც UFC-ის იმეთის გადადება არ მინდა არა სისულელია. აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი, სახლები იწვება ასე შემდეგ, ამიტომ დიდი იმედი მაქვს რომ მალე მორჩება ეს პრობლემა და ყველაფერი მოგვარდება. და თქო წარმატებები უსურვოთ მერაბსაც, ძალიან რთული ჩხუბი ელოდება, მაგრამ აი რატომღაც აღარ ნერვიულობ, აი პიტერიანს რო ეჩხუბა, აი რატომ მაგ ეხა ეს ამოგიდებულება. პიტერიანთან ჩხუბის წინ, აი ძალიან ნერვიულობდი და ალბათ რო გეკითხა, ნეიტრალად რომ მეთქვა, გეტყოდი რომ პიტერიანი მოიგებს თქო. ინდოეზე მეშინოდა, ანუ ძალიან მაღალი დოის მოჩხუბარია პიტერიანი და საერთოდ არ ველოდი რომ ეგრე დომინაციით და ეგრე აუნერვიულობდა და ამარცხებდა პიტერიანს მერაბი. აი მაგ დღეს მერაბმა რომ დომინაციით დაამარცხა პიტერიანი და საერთოდ არ მანერვიულა, მერე სეხუდოც ათრია, მერე უმალისად ვაფშე ხელი არ გაანზრევინა, აი მაგის მერე ეჭვის შეტანა რთულია რომ ეხლა რაღაც გაუჭირდება რა. ამით არ ვიძახი რა თქმა უნდა ისევ რომ ისევ იგივე დომინაციას ვიხილავთ უმალისად, მაგრამ ნაკლებად მენერვიულება ამ გამოცდილებების გამო. აი თოფურეზე როგორც ანერვიულობთ ხოლმე აწირო, აი ვინც არ უნდა იყოს რომ დაანოკაუტებს რომ გჯერა, აი ეგრევე როგორ მერაბზე იყო, ვიცი რომ ათრევს და დისეჟით მოუგებს როგორც მინიმუმ. ამით წარმატებები ვიცი არ უკიანსაც რა მინდა რომ მოიგოს და მოკლედ ესეთი მოკლე ვიდეო იყო დღეს. შეიძლება საერთოდ მერტვით თუ ჩხუბადაც გამიხილო, თან Fight Week-ი იწყება 2 დღეში, 9 არის დღეს, ეხლა როცა ამას ვიღებ, 18-ია ჩხუბი. ვნახოთ ვინ რა სიტყვის ახალს წონეს კლება ვის როგორ წაუვა, ჯამალხილი რა იდიოტობას დაახეთქებს, აუ მაგას კიდე სალაპარაკო შეიძლება იყოს. ვინც Twitter-ს ანიყენებთ აქტიურად, აი ჯამალხილი მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე ქლიავი მოჩხუბარი გამოდგა წელს, აი რომ შეხედო მაგის ლაპარაკებს და მაგის რაღაცებს, აი აბსოლუტურად დებილი როჟა. ვინც არის რატომ ბომასთან რეები აქ წამოხეთქილი და რა დებილი ვითლაპარაკობს, თუ გიათ მაგაზე ვიდეოს გავაკეთებ რა. ერთი კომენტარი მაინც თუ იყო რომ ჯამალხილზე გააკეთე ვიდეო რატოა დებილი, გავაკეთე ვიდეოს რატოა დებილი. და დღესაც სულ ეს იყო. დაველოდოთ ივენტს, შეიძლება რამე ახალი საინტერესო ინფორმაცია თუ იყო, კიდე გავაკეთო ვიდეო. შევხვდებით კიდე ოდესღაც.